სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნგრეთსა და სერბეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინა. ამჟამად სერბეთის უსაფრთხოების ძალები უნგრეთის საზღვართან ახლოს პატრულირებენ. სერბეთის თავდაცვის სამინისტრომ გავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ დასავლეთ ქალაქ კანიჟთან პოლიცია და სამხედროები არიან მობილიზებული. 5 აპრილს ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბალკანური ნაკადის გაზსადენიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ორი ზურგჩანთა იპოვეს, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერებები და დეტონატორები იყო მოთავსებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. თურქეთის სამხრეთის ნაკადის თუ ბალკანეთის გაზსადენიდან, როგორც გინათ ისე უწოდეთ, 100 მეტრში ორი ზურგჩანთა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ორი დიდი შეკვე აღმოაჩინეს. არსებობს სხვა კვალიც, მიმდინარეობს გამოძიება. ახალ მესაუბრე ვიქტორ ორბანს დაავუხსენი, რომ გაზსადენის დაზიანების შემთხვევაში, როგორც უნგრეთს, ისე ჩრდილოეთ სერბეთს შეუწყდებოდა ბუნებრივი აირის მიწოდება. Svakoga budemo uhvatili. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ცდილობს სერბეთის რესპუბლიკის ყველაზე ღირებული და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურის ნაწილის, ენერგეტიკული თუ სხვა ნებისმიერი სახის ინფრასტრუქტურის განადგურებას დაუნდობელ პასუხს გავცემთ. მათ მკაცრი და მძიმე სასჯელი ემუქრებათ. Naš odgovor biće nemilosrdan i 5 აპრილს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ სერბეთში მილსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებების განთავსება საბოტაჟია. სწორედ ამ მილსადენით მიეწოდება უნგრეთს რუსული ბუნებრივი აირი. Rendelkezésünkre álló információk alapján ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე ვოევოდინაში თურქული ნაკადის გაზსადენის მონაკვეთზე დაგეგმილი იყო დივერსიული აქტი. ამ გაზსადენით უნგრეთი ბუნებრივ აირს იღებს. კონსულტაცია გაუმართეს სერბეთის პრეზიდენტთან. არავინ დაშავებულა და გაზსადენი შეუფერხებლად ფუნქციონირებს. მადლობაც გადავუხადე პრეზიდენტ ვუჩიჩს სერბეთის ხელისუფლების მუშაობისთვის. სერბებმა გააძლიერეს უსაფრთხოება მილსადენის გარშემო. ამ მილსადენის ფუნქციონირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უნგრეთისთვის. ჩვენ ამ მილსადენის მეშვეობით ვიღებთ უნგრეთის ბუნებრივი მოხმარების 60%-ს. სწორედ ამიტომ გავესით ბრძანება უნგრეთში მილსადენის მონაკვეთზე გაძლიერებულიყო სამხედრო მეთვალყურეობა. საქმეს სერბეთის ხელისუფლება იძიებს. უნგრეთის ხელისუფლება მათთან მუდმივ კონტაქტზეა. საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ ინციდენტი ტერორისტული თავდასხმის მცდელობად შეაფასა და დასძინა, რომ ეს უკრაინელების მორიგი ნაბიჯია შეაფერხონ ევროპაში რუსული ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდება. ბალკანეთის ნაკადი თურქეთის ნაკადის გაზსადენის ნაწილია. პირველი შტო თურქეთში გადის, მეორე კი ბულგარეთში, სერბეთსა და უნგრეთში.